ესე გამოიყურება ჩვენი შემდეგი 6 კვირა UFC-ში. პირველი რაც გვაქვს ახლა ამ კვირას არის ჰერნანდეზის ტრიკლენდი UFC Houston-ი. შემდეგი კარდი იქნება მორენო კავანა UFC მეხიკო. კავანა რენკინგთან ახლოსაც არისო და ასმალმაბაევის მაგივრად აიყვანეს და პირდაპირ ჩაუსვეს მორენოს. თან ბოლო ბრძოლა წაგებული ჰქონდა და ეს იქნება ყველაზე დიდი ტესტი მის კარიერაში. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჩხუბი მისთვის მაინც win-win სიტუაცია. რომ დამარცხდეს ხო არაფერი იტყვიან, ჯერ ახალგაზრდა და ყველაფერი წინა აქვსო. თან მორენოსნაირი მსგავსი გამოცდილების მებრძოლთან არავისთან არ ჩხუბია თავის კარიერაში. მგონია რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ორთა ბრძოლა მოიგოს, ხოლო მორენო კი ვიცით რა მებრძოლიცაა, ორგზის ყოფილი ჩემპიონია და არაფერს არ დაუთმობს კავანას. შემდეგი მოდის UFC 326, Holloway Oliveira. ამ ქარtს ყველა მაგრა ველოდებით და ამათ შორის უდაოდ საუკეთესოა. ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება ამ ქარtს. 14 მარტს ვალეხოსი ემეტის წინააღმდეგ. ვალეხოსი გახსოვთ ალბათ ბოლოს გიგას ჩხუბიდან, გიგარო გათიშა. ეს იქნება ორი მძიმე heavy hitter-ის დაპირისპირება და თვალი არ დაახამხამოთ ამ ჩხუბზე. სხვათა შორის ამ ქარtზე კიდე ძალიან მაგარი სხვა ჩხუბები გვაქვს. შემდეგი იქნება 21 მარტს UFC ლონდონი უკვე ელოევი მურფის წინააღმდეგ. ორი დაუმარცხებელი მებრძოლი შეეცდება გავიდეს ქამარზე ამ ბრძოლიდან. ეს ქარტი კიდე გამორჩეული იმითაა, რომ რომანდოლიზე იქნება, თან ძლივს ადრე იწყება, რახან ლონდონის ქარდია, დროზე დაიწყება საღამოს და ღამის გათენება არ მოგვიწევს. შემდეგი არის Fight Night-ი, პაიფერი ადესანიას წინააღმდეგ და ეს იქნება კლასიკური დაპირისპირება ვეტერანსა და ახალ მშიერ კონტენდერს შორის. ნახოთ ყოფილი middleweight-ის ჩემპიონი ადესანია თუ მოახერხებს და შეინარჩუნებს თავის ადგილს ტოპ-10-ში, თუ ჯო პაიფერი შეანგრევს ტოპ-10-ს. იდეაში ორ რაღაცას გაიცემ ამ ბრძოლაში პასუხი. პირველი არის ის, რომ აქვს თუ არა ისევ ძალები ადესანიას რომ გაუმკლავდეს ამ ახალ კონტენდერებს და მეორე კითხვა იქნება არის თუ არა პაიფერი მზად ტოპ-5-ისთვის. ამ ორ კითხვაზე პასუხს გავიგებთ 28 მარტს. საერთო ჯამში ძალიან კარგი ბრძოლები გვექნება, იქიდან გამომდინარე რომ UFC ახლა ცდილობს White House-ის ქარდი შეავსოს და იქ საუკეთესო მებრძოლები მოახვედროს, მანამდე შვენიერი ქარდები გვექნება.